განათლების საერთაშორისო ცენტრში სამაგისტრო, სადოქტორო და სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტებთან გასაუბრება დაიწყო. პროექტის 500 მონაწილედან მესამე ეტაპზე საზღვარგარეთ სწავლის 110 მსურველი გადავიდა. ინიციატივის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა უცხოურ უმაღლეს სასწავლებელში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ. კონკურსის გამარჯვებულებს როგორც სწავლის, ისე ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯები უნაზღაურდებათ. აღსანიშნავია, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014 წლიდან მოყოლებული დღემდე 341 სასწავლო სტიპენდია გასცა. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელსაც განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს. კონკრეტულად წელს პრიორიტეტი არის საგანმანათლებლო სივრცეში აპლიკანტების ჩართულობა, ანუ განზრახულია, რომ როდესაც დაბრუნდებიან საზღვარგარეთიდან შესაბამისი პროგრამის დასრულების შემდეგ, ისინი აქტიურად უნდა ჩაერთონ საუნივერსიტეტო სივრცეში, საერთოდ ზოგადად საგანმანათლებლო სივრცეში. საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო ჩემთვის, თავიდან აპლიკაციის შევსება, მომზადება დოკუმენტაციის, საკმაოდ დიდი შრომა ჭირდება, ანუ სამოტივაციო წერილის მომზადებას, ჩამოყალიბებას, ძალიან საინტერესო პროცესი იყო. შემდეგ გავგზავნეთ მაისის ბოლოს აპლიკაცია და პასუხი გავიგეთ ცოტა ხნის წინ და ძალიან გამიხარდა, რომ შემდეგ ეტაპზე გადავედი.